საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით. ამჟამად ჩვენ ვისაუბრებთ შოთანიშნიანიძის ლექსზე აფხაზური კანტატა. ეს ლექსიც იმ ტკივილს ასახავს, რომელიც დღეს საქართველოში აფხაზეთის ტკივილად ითვლება და მთელ საქართველოს ტკივა აფხაზეთი, იმიტომ რომ ეს ორგანული ნაწილი საქართველოსი სამწუხაროდ დროებით დაკარგულია და სამწუხაროდ ძალიან ბევრი კაცის გული ვერ ამოისუნთქებს მანამდე და ბედნიერი ვერ იქნება, სანამ აფხაზეთი კვლავ არ დაუბრუნდება თავის დედას. უძველესი დროიდან მოყოლებული, როცა აქ მოციქულები ქადაგებდნენ, რადგან იქ გაახლავთ სვიმონ კანანელის საფლავი, გაგახსენებთ და შემდგომშიც, როცა საქართველოს მეფეებს უპირველეს ყოვლისა მოიხსენიებდნენ როგორც მეფეს აფხაზთა და მხოლოდ შემდეგ რანთა და კახთა, გასაკვირველია ეს მიწა საქართველოსი იყო, ეს მიწა საქართველო იყო და აი ამიტომაც ის დიდი ტკივილი, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც დღეს დაუყუჩებელ იარადა აქვს ქართველს გადაქცეული, აისახა ბევრ ნაწარმოებში და შოთანიშნიანიძის ამ აფხაზური კანტატის ტკივილიც სწორედ აფხაზეთის ტკივილია და ის სევდა, რომლის გარეშეც ალბათ ბევრი ჩვენგანი ვერ იძინებს მშვიდად. უპირველეს ყოვლისა სათაურს დავუკვირდეთ აფხაზური კანტატა. კანტატა მუსიკალური ნაწარმოების ფორმა გახლავთ და ასე უნდა გავიგოთ ალბათ, რომ აი ეს ლექსიც ერთგვარი მუსიკალური ნაწარმოებივით ჟღერს. თითქოს იგი სხვანაირადაც ზემოქმედებს, არა მხოლოდ სიტყვიერად და ერთგვარი მუსიკა უნდა იყოს, მუსიკა რა თქმა უნდა სამგლოვიარო, რომელიც უნდა ჩაესმოდეს ადამიანს, როცა ამ ლექსს კითხულობს და მუსიკა, რომელიც შეიძლება ძალიან სამხიარულო და ბედნიერადაც შემოbrunდეს, იგი გახდეს მაჟორული, თუ კი ვთქვათ, დაგვიბრუნდება ეს ძირძველი ქართული კუთხე. გავეცნოთ ლექსს. ლექსი სამი ნაწილისგან შედგება, ამიტომაც შესაბამისად წავიკითხავ. ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა და მშვილდისრით ტყეში ნადირს არბევდა. ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად, ბეჭზე ორბად შეუფრინეს ურაიდა რაიდა. გადიფრინეს ყნობის წლებმა და აფხაზურ მეგრულით, ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური. უპირველეს ყოვლისა, ხვდებით, რომ ეს არის იმ ძვირფასი ბავშვობის წლების გახსენება, როცა საოცარი სიყვარული და საოცარი ახლობლური ურთიერთობა იყო აფხაზებსა და მეგრელებს შორის, როცა აქ ისმოდა აფხაზურ მეგრული და როცა ნებისმიერი მეგრელის ტკივილი აფხაზის ტკივილიც იყო და ნებისმიერი აფხაზის ტკივილი მეგრელსაც გადაედებოდა. როცა ისინი ერთმანეთის ოჯახებში იზრდებოდნენ და როცა ისინი ერთმანეთის დარცა თუ სიხარულს იზიარებდნენ. ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთანო. მორდუ გახლავთ გამზრდელი მამაკაცი, ძიძის ქმარი. უფრო გასაგები რომ იყოს ეს სიტყვა. და არ არის გასაკვირი, რომ ეს მორდუ, რომელიც მეგრელია, იზრდება თარბებთან, აფხაზებთან, მაგრამ იზრდება ზუსტად ისე, როგორც მათი ნებისმიერი შვილი, მათსავით შლის ბადეს, მათსავით ტყეში დარბის და მშვილდისრით არბევს ნადირსა თუ ბუდეებს, აფუჭებს და იქიდან იყვანს ბარტყებს. ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდათო. როგორების თვითონ არიან ისინი ჩაუქი, მოხერხებულს ამაყს ნიშნავს და რაინდები სწორედ ასეთი აღზარდეს ისიც და ბეჭზე ორბად შეუფრინეს ურაიდა რაიდა, აი ამ მეტაფორით, რომ ბეჭზე ორბივით დააჯდა მას ის მეგრული სიმღერა, ვაჟკაცური სიმღერა, ურაიდა რაიდა, ანუ ასე უნდა გავიგოთ ეს მეტაფორა, რომ მათ ის ღირსეულ ვაჟკაცად, ყოველ მხრივ ჩამოყალიბებულ კაცად გაზარდეს. და როცა გადიფრინეს ყნობის წლებმა, ცხრა ლამაზმა ცხენოსანმაო, რატომ უსვამს ამას ხაზს, რომ ისინი ყველანი ლამაზები იყვნენ, ვინც იქ ცხოვრობდა და ვისაც ასეთი ლამაზი ურთიერთობა ჰქონდა, აი ცხრამ ერთად გამოტოპა ენგური. იგულისხმება, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა აი ეს მორდუ ავტორისა დაქორწინდა და შესაბამისად მის ქორწილში ერთნაირად მიიღეს მონაწილეობა, როგორც მისი ოჯახის წევრებმა, ისე მისი გამზრდელი ოჯახის წევრებმა. საერთოდ მორდუობა, ძიძიშვილობა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოში. გაგახსენებთ, როცა აკაკის ჩემი თავგადასავალი ვისწავლეთ, იქ ჩვენ ნახეთ, რომ აკაკიც გაიზარდა გლეხის ოჯახში და იქვე წავიკითხეთ, რომ აკაკი მიიჩნევს, რომ თუ კი რაიმე ყოფილა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან თავისებური ჩვენი ქვეყნისათვის, გახდათ სწორედ ეს, რომ გამზრდელ-გაზრდილობა არსებობდა და გამზრდელსა და გაზრდილს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი. ამიტომაც არის, რომ ეს მთავარი გმირი მორდუ ხვიჩა ქვია მას სახელად, განსაკუთრებით უყვართ თავის გამზრდელებს, რასაკვირველია უყვარს იგი ოჯახსაც და სწორედ ეს სიახლოვე იმითაც არის გამოწვეული, რომ იგი მეგრელი აფხაზის ოჯახში გაიზარდა და იგულისხმება, რომ ბევრი აფხაზი, რა თქმა უნდა, მეგრულ ოჯახებში იზრდებოდა, მათ ასე საოცარი ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთში. მეორე ნაწილი უკვე სულ სხვა ინტონაციით არის დაწერილი და იგრძნობთ იმ საოცარ სევდას, რომელიც აქ ჩანს. შემდეგ ვილაპარაკოთ ჩვენ როგორ განსხვავდება ეს სამივე ნაწილი ლექსისა ერთმანეთისგან და რატომ დაყო ავტორმა ან და რატომ მისცა ასეთი სხვადასხვა ინტონაცია. რა პატარა ხარ, ალბათ ცრემლს თუ აღემატები და რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ. მანდ აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები, აქ კი საფარში უჯექით ჩიტებს. ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლი კაცები და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი. ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა, ჰაუ-ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში. ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები, ბევრჯერ ეკთხებით ჩვენს ქარჩახებს რქებით ეკიდა და მორდუ აქეთ თუ ოდესმე დააცხვიკებდა, ხვიჩა სიცოცხლე ეძახოდნენ აფხაზეთიდან. ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ. ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ აფხაზეთს. ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდერბურგთან 45-ში, თურმე აბრსკილის ლექს მღეროდა ლექს სათაყვანოს. შავი ქაღალდი მამამძუძე მოფშვნით და მუჭით. ძიძის კივილმა შესძრა მთელი სამურზაყანო. როგორც ხედავთ, აი ეს ინტონაცია უკვე იმ დიდი სევდით არის დაწერილი, რომელმაც აი ეს აფხაზურ მეგრული სიყვარულით სავსე ურთიერთობა მხოლოდ მოგონებად გადააქცია, მხოლოდ ბავშვობის მოგონებად, რომელიც რასაკვირველია დიდ სევდას ტოვებს ადამიანთა გულებში და რომლებსაც ძალიან კარგად ახსოვთ ის პერიოდი, რომ აი ეს ქვეყანა ერთი პატარა კუთხე, რომელიც ალბათ ცრემლსაც კი არ აღემატება თავისი სიდიდით და მსოფლიოს თვალში და მსოფლიოს საზომით ის მართლაც ერთი ცრემლის ხელა, ერთი თითის დადება თუ იქნება, მაგრამ აი ამ მუჭისხელა ტერიტორიაზე უამრავი სიმწარე და სიხარული არსებობს, უამრავ სიმწარესა და სიხარულს იტევს აქაურობა და განსაკუთრებით გახაზავს ავტორი ამ შემთხვევაში იმ სიახლოვეს, რომელიც ამ ორ ადამიანს, ამ ორ ხალხს შორის არსებობდა. მანდ აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები, აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებსო. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ კაკანათში გაბმული ჩიტი რასაკვირველია სწრაფად გაგიფრინდება თუ დროულად არ მიასწრებ და ისეთი სიახლოვე იყო, რომ სამეგრელოდან, ასე პირობითად რომ ვთქვათ, ანუ სამურზაყანოდან, ეს სამეგრელოს ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, ისინი უყურებდნენ კაკანათში გაბმულ ჩიტებს. კიდევ სხვა ბევრი არის აქ ჯერ მხოლოდ ფიზიკური ახლობლობის და შემდეგ სულიერი ახლობლობის მაჩვენებელი მაგალითებიც. ძიძიშვილობდნენ ჩვენი სახლიკაცებიო, როგორც უკვე შევნიშნეთ პირველივე ნაწილში, რომ ესენი იყვნენ ერთმანეთისთვის ძუძუმტეები, მორდუები და შესაბამისად ძიძიშვილები და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი. აი ეს განსაკუთრებით საინტერესო სტრიქონია, რადგან ჭინკა ამ შემთხვევაში უბედურების მომტანია, რაღაცა პრობლემის შემქმნელია, ხოლო ანგელოზი დამცველი და მფარველი. ეს ორივე ხალხი ერთნაირად ცხოვრობდა, ერთნაირად ფიქრობდა, ამიტომ გასაჭირიც ერთი ჰქონდათ და სიხარულიც, რაც სწორედ ერთი ჭინკითა და ერთი ანგელოზით გამოიხატება. ქორი წიწილას აფხაზეთში რომ გაიტაცებდაო, ჩვენ სამეგრელოდან ჰაუ-ჰაუს უყვიროდითო. ესეც რასაკვირველია ფიზიკურ სიახლოვეს მიანიშნებს, იმიტომ რომ იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ისინი დააგდებინებდნენ თავისი ყვირილით
ქორს წიწილას, რადგან ჰაუ-ჰაუს სწორედ იმიტომ ეძახიან ქორს, რომ მას წიწილა გაუვარდეს ხელიდან, როცა დაფრთხება. ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვებიო. რადგან მონადირე გარკვეულად ხმაურობს და ჩხიკვს აქვს სწორედ ეს უნარი, რომ მიბაძოს ხმას, მიბაძოს ყოველგვარ ხმას, რაც მონადირეს უფრთხობს ნადირს და ამიტომაც არის, რომ აი ეს ჩხიკვი მას აღიზიანებს. ბევრჯერო ეგ თხებიო ჩვენს ქარჩახებზე ეკიდნენ. ანუ რქები იყვნენ მიბმულნი გაუვალ ადგილებში ტყეში და შეეძლოთ მათ რომ გამოეხსნათ ეს თხები და დაებრუნებინათ თავიანთი პატრონებისთვის. და ყველაზე უფრო კარგი მომენტი, რომელიც ერთგვარად გვიჩვენებს ფიზიკურ სიახლოვესაც და სულიერ სიახლოვესაც. თუო ჩემი მორდუ დააცხიკვებდაო, აფხაზეთიდან უპასუხებდნენ ხვიჩას სიცოცხლეო. ანუ ისინი იგებდნენ მის ხმასაც და იქიდან გულით, სულით უსურვებდნენ მას კეთილდღეობას, დიდხან სიცოცხლეს, მშვიდობას. მათ შორის იყო არა მხოლოდ, ესე იგი, ფიზიკური, არამედ სულიერი სიახლოვე, მეგობრული ურთიერთობა და ოჯახური ურთიერთობა. ამის შემდეგ უკვე ბუნებრივი იყო ის ტკივილიანი გადასვლა, რომელიც ამ ლექსის უმთავრესი ადგილია, რომელიც არის ამ ლექსის იდეა და ამ შემთხვევაში მწერალი ჩვენზე უკეთესად ამბობს ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა ჩვენ არ ვაფასებთო. აი ეს არის ამ ლექსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, უმნიშვნელოვანესი სტრიქონი, რადგან სწორედ ეს უნდა გვასწავლოს ამ ლექსმა, რომ ერთიცა გვაქვს, ერთი მიწა, ერთი ხალხი ვართ. და ამიტომ უნდა დავაფასოთ ეს ყველაფერი ისე როგორც საჭიროა. ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს, იმდენად ახლოს იყვნენ ისინი ერთმანეთთან და ხვიჩა რომ მოკლესო, არა ნაკლებ განიცადა ეს მისი მორდუს ოჯახმა. სწორედ მისმა მორდუმ მოფშვნიდა აი ეს მუჭით ეს შავი ქაღალდი და ძიძის კივილმა მთელი სამურზაყანო შეძრა და დაანგრია, იმდენად განიცადა მან თავისი აღზრდილის სიკვდილი. იგულისხმება, რომ ასეთი დიდი სიყვარულით იყვნენ შეკავშირებულნი ესენი ყველანი, რომლებიც ერთ მიწაზე, ერთ ცაზე ცხოვრობდნენ და ყველა მათგანს ერქვა საქართველოს შვილი, ყველა მათგანი საქართველოში იყო, თავს საქართველოს მოქალაქედ გრძნობდა და ყველა მათგანი ერთი საქმისთვის შრომობდა, იბრძოდა თუ ცხოვრობდა. ყველას ისევ რო ვთქვათ, ყავდა ერთი ჭინკა და ერთი ანგელოზი, ყველას ერთი საფიქრალი, მშვიდობა, ერთი ტკივილი, ერთი ბედნიერება და ერთი სიხარული. მესამე ნაწილი ლექსისა მოვისმინოთ და მივაქციოთ ყურადღებას იმას, რომ აქაც ინტონაცია კიდევ ერთხელ შეიცვლება ავტორის მიერ. ო აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდ მოჭრილი უსაქართველოდ. მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები, ლოცვით მადლობით ახსარებით მითრთის ტუჩები. შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი, ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულს ვებეც გისურვებ. როგორც ხედავთ, ეს მესამე ნაწილი ერთგვარი ხმით ნატირალივით არის, როცა ავტორი აი ასე მისტირის იმ ბედნიერებას, რასაც აფხაზეთში ყოფნა, აფხაზეთით ტკბობა ერქვა და რაც მას ასეთ საოცარ ბედნიერებას აგრძნობინებდა, ამიტომაც არის, რომ იგი მისტირის აფხაზეთს როგორც ბევრი კარგი ადამიანის გამზრდელს და ძალიან კარგი სტრიქონია ამორძალი ხარ მკერდ მოჭრილი უსაქართველოდ. რადგან როგორც ამორძალები ვერ იყვნენ სრულყოფილი ქალები და მათ არ ჰქონდათ ცალი ძუძუ, რადგან იჭრიდნენ ისინი მას, რომ ზედ გაეკეთებინათ ხმლისთვის, ხმლის ჩამოსაკიდი, აი ამიტომაც არის, რომ საქართველოს არის სწორედ მკერდ მოჭრილი და მას მოჭრილი აქვს თავისი ტერიტორია და მოჭრილი აქვს მას ის ადგილი და ის ხალხი ყავს მოჭრილი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში და ყოველთვის იყო საქართველოს შვილი. ამიტომაც არის ეს შედარება კარგი ამორძალთან და ავტორს ამიტომ სურს, რომ მან კალთაში, ტკბილ კალთაში ხაზი გაუსვათ ამასაც, ჩაუდოს თავი, ასე გაყუჩდეს,
ლოცვა, მადლობა და აღსარება ერთად აღავლინოს და აუთრთოლდეს ტუჩები იმ ბედნიერებით, რომ იგი აქ აფხაზეთში განსაკუთრებით კარგად გზნობს თავს, იმიტომ რომ ეს მისი სამშობლოს ნაწილია და სამშობლო არ არის მხოლოდ ქართლში ან მხოლოდ კახეთში. საქართველოა აფხაზეთიც, საქართველოა აჭარაც და სწორედ ეს განცდა უნდა გქონდეს ჩვენ, რომ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს ბედნიერად, როცა მოგვივა მშობლიური სუნი, თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი და როცა გვექნება მშვიდად ამ სუნის შეყნოსვისა და მისი დატკბობის შესაძლებლობა. ყრმობის ზღაპარო, ზღაპრულ შვებეც გისურვებო. შეუძლებელია ადამიანმა რაიმე ცუდი უსურვოს მას, ვინც უყვარს იმ ხალხს, რომელიც ასე ძალიან უყვარს და რომელიც მას მართლა ჩარჩენილი აქვს მეხსიერებაში, როგორც ყრმობის ზღაპარი. ასე რომ ლექსი იწყება იმ ბედნიერებით, რომელსაც ქართველ ადამიანთა, მეგრელ აფხაზთა ერთობლიობა, ერთი ცხოვრება, ერთად ყოფნის ბედნიერება ერქვა. მეორე ნაწილი ლექსისა არის დატირება იმ ყველაფრის დაკარგვის გამო, რაც დაიკარგა მას შემდეგ, რაც აფხაზეთი მკერდმოჭრილი ამორძალივით ჩამოეჭრა საქართველოს, რა თქმა უნდა, მტრების ხელშეწყობით და არა ჩვენი სურვილითა და ჩვენი ძალებით, ასე ვთქვათ, და მესამე ნაწილი გახლავთ იმედი იმისა, რომ ოდესმე ეს ერთობა კვლავ აღდგება და ოდესმე ყრმობის ზღაპარი კვლავ განახლდება, ოდესმე ზღაპრული სვებედი კვლავ გააერთიანებს სრულიად საქართველოს და კვლავ ერთიცის, ერთი მიწის შვილები ერთად მეგობრულად და ტკბილად იცხოვრებენ, ერთად ილოცებენ, აღსარებას ერთად იტყვიან, ტკბილი კალთა ყველა მათგანისთვის იქნება ტკბილი კალთა და კვლავ გაიზიარებენ ჭინკასა თუ ანგელოზს. აი სწორედ მაშინ უკვე სხვანაირად აჟღერდება კანტატა. დღეს ეს კანტატა სამნაწილიანია, სამივე სხვადასხვა ინტონაცია აქვს და სხვადასხვა ტკივილი თუ სხვადასხვა სიხარული, მაშინ ეს იქნება უკვე მქუხარე მაჟორული კანტატა, რომელიც ბედნიერების საგალობელს ცამდე აიტანს. გმადლობთ ყურადღებისთვის.